მოგითხრობთ გუდაუთელი ძმების გოჩა და კახა კაკაბაძეების მიერ დაარსებული კარატეს სკოლის, მისი აღსაზრდელებისა და მათი სპორტული წარმატებების შესახებ. ეს ახალგაზრდები იაპონურ საბრძოლო ხელოვნებას კიოკუშინკაი კარატეს ეუფლებიან. როგორც საქართველოს სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაციის თავკაცები, გოჩა და კახა კაკაბაძეები ამბობენ, სპორტის ამ საბრძოლო ხელოვნების მიმართ ახალგაზრდებში ინტერესი დღითიდღე იზრდება, რაც მოზარდთა სულიერი და ფიზიკური გაჯანსაღებისთვის საუკეთესო გზაა. კარატის მეშვეობით ჩვენ ბავშვებს ვზრდით საქართველოსთვის პირველ რიგში ყალიბდებიან ისინი ჭეშმარიტ მამულიშვილებად, ძლიერ პიროვნებებად და მათ ხელს ეს ძალიან უწყობს ხელს, რადგან კარატისტი თავისთავად ძლიერი ადამიანია და ძლიერი ადამიანი კიდე თუ ის არის ზნეობრივად აღზრდილი წესიერად, ის არის უსაფრთხო და პირიქით სასარგებლო ადამიანი საზოგადოებისათვის. უწმიდესის კურთხევით არსებობს ეს ჯგუფი და ვცდილობთ რომ მომავალი თაობა აღზარდოთ ღირსეულად და ღირსეულ პიროვნებებად, მოქალაქეებად ჩამოვაყალიბოთ და საქართველოს ყავდეს უძლიერესი დამცველები, რწმენით და უფლის და სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილი. სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაცია 15 წლის წინ კარატისტთა ჯგუფ წმინდა გიორგის ბაზაზე შეიქმნა, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში აფხაზეთში გუდაუთელმა ძმებმა გოჩა და კახა კაკაბაძეებმა დააფუძნეს. მე აფხაზეთში ცხოვრობდი ქალაქ გუდაუთაში და ჩამოვედი უწმიდესთან და ვთხოვე რომ კურთხევა მოეცა ჩემთვის, რომ მომავალი თაობა დამეცვა სპორტის მეშვეობით ნარკოტიკისაგან და ყოველივე ცუდისაგან, რაც ქუჩას მოაქვს. და უწმიდესმა უდიდესი სიხარულით კურთხევა მოგცა და წარმოიდგინეთ თქვენ 500 ბავშვი მყავდა მე და ჩემ ძმას გაგრაში, გუდაუთაში, ახალსოფელში, ბზიფში და ეს 500 ბავშვი შვილივით იზრდებოდა ჩვენ ხელში 12 ეროვნების ბავშვები. და სხვათა შორის დავდიშნო რომ 72 აფხაზი ვარჩიობდა ჩვენთან. 9 აფხაზის ნათლია ვარ პირადად მე. და ძალიან გვაფასებდნენ და ძალიან პატივისცემდნენ აფხაზები. მე პირადად ძალიან მიყვარს აფხაზეთიც და მშვიდობიანი აფხაზებიც, ვისაც უყვარს საქართველო. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ კარატისტთა ჯგუფმა საქმიანობა თბილისში განაახლა. ომის პერიოდში მოგეხსენებათ, ჩვენ იძულებული ვიყავით, გამოსულიყავით, სხვათა შორის აფხაზმა მღვდელმა გადაგვარჩინა და აფხაზმა მეგობრებმა, მოსწავლეების მშობლებმა, რომ ჩამოვედით თბილისში, გადავწყვიტეთ ბავშვები გვევარჩია აქაც. ვიპოვეთ ყველა ჩვენი ძველი მოსწავლე, ვინც კი თბილისში მყოფებოდა და დავიწყეთ ვარჯიში სასტუმრო ივერიაში. სასტუმრო ივერიაში ვარჯიშობთ კალიდორში 3 წლის განმავლობაში, უსასყიდლოდ ვზრდიდით 2000-მდე ბავშვამდე გაიზარდა ჩვენი ჯგუფი. ლოცულობდით, ვარჯიშობდით, წირვალოცვას ვესწრებოდით, ღვთისწყალობით. ეხლაც ვყავს ბევრი მოსწავლე, ობლებს და გაჭირებულებს უსასყიდლოდ ვზრდით, ვცხოვრობთ შემოსაწილით და ვეხმარებით ყველას, ვისაც შეგვიძლია. კარატის ამ სახეობით კახა კაკაბაძის შვილები უმცროსი კაკაბაძეებიც დაინტერესდნენ. დათო 11 წელია დადის კარატეზე და საკუთარი ჯგუფის ჩამოყალიბების სურვილიც აქვს. საქართველოს მრავალგზისა და კავკასიის ორგზის ჩემპიონი 21 წლის გიორგი კაკაბაძე კი იაპონური სპორტული ხელოვნებით ადრეულ ასაკში დაინტერესდა. მამა ჩემი არის მასწავლებელი კარატის და იმიტომ არ გავყოლი ვარ რომ მასწავლებელია, იმიტომ გავყევი რომ მომწონს მე სპორტი. კავკასიის ჩემპიონი ვარ ორგზის, სამგზის საქართველოს ჩემპიონი ვარ და ვაპირებ რომ მომავალში მივაღწიო წარმატებებს. მინდა რომ ჯგუფიც გავხსნა და მყავდეს ჩემი მასწავლებლები. ამ სპორტს ვიყვები 2 წლიდან, ფაქტიურად დარბაზში გავიზარდე. მიყვარს ეს სპორტი, იმიტომ რომ ეს სპორტი არის ვაჟკაცური სპორტი, სადაც ასევე შეესაბამება ქართულ ხასიათს, იმიტომ რომ ჩვენ მებრძოლი ხალხი ვართ, მტკიცე ხასიათი გვიყალიბდება ამ სპორტით და ჩვენ იმიტომ ვარჯიშობთ რომ ვისწავლოთ ეს ძალა, როგორ არ უნდა გამოვიყენოთ და რაში არ უნდა გამოვიყენოთ და პირიქით რომ სიკეთეს მოვახმაროთ. საქართველოს სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაცია დღეისათვის 1200-მდე ახალგაზრდას აერთიანებს. პროექტ ნიჭიერში კარატისტთა გუნდი წმინდა გიორგის სახელით გამოვიდა და საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ნიჭიერში ჩვენ მივაღწიეთ დიდ წარმატებას, ფინალში გადავედით და ფინალშიც ცოტა ხა დაგვაკვდა რომ გაგვემარჯვა, მაგრამ როგორც უფალმა იდება, ისე დამთავრდა ყოველივე, მაგრამ ვიცი რომ ამ ნიჭიერში ჩვენმა წარმატებულმა გამოსვლამ ბევრი ბავშვი მოაშორა ქუჩას და ჩააბა ამ სპორტში. სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაციის სპორტსმენთა შორის ბევრია იაპონიის, ესპანეთის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, კავკასიის, ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი. გასული წელი მნიშვნელოვანი იყო ფედერაციისთვის. ახალგაზრდა კარატისტებმა პოლონეთში ევროპის ჩემპიონატზე რთულ ბრძოლებში უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს. პოლონეთში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, 25 კაცით ჩავედით. საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდა ორი ფედერაციით, ერთ-ერთი იყო ჩვენი სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაცია, მეორე იყო იკო ტეზუკას კიოკუშინ კარატეს ფედერაცია გიემინაშვილის ხელმძღვანელი. 7 ოქრო მოვიპოვეთ, 6 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედლი ჩამოვედით. გონდური პირველი ადგილი დავიკავეთ და ასე აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენი დასახელდა საუკეთესო მებრძოლად. ასევე ჩატარდა პარალელურად ბულგარეთში ჩემპიონატს, ჩვენგან წარგზავნილი იყო ორი სპორტსმენი, იქიდან ერთ-ერთმა ლაშა ყამარაულმა აიღო მეორე ადგილი საპრიზო ადგილი, ეს სასიხარულო ჩვენთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს წელიწადი იყო ნაყოფიერი ჩვენთვის, რადგან შეიძლება წელიწადი გავიცდე და ერთი ევროპის ჩემპიონიც არ ყავდეს ან ორი და ამჯერად 7 ევროპის ჩემპიონი ერთ ჩემპიონატზე უკეთით მიღწევა საქართველოსთვის და ყველას ველოცავ ამ წარმატებას. 15 წელია ამ სპორტით ვარ დაკავებული და სიმართლე გითხრათ, პატარა რო ვიყავი ძალიან მიჭირდა ეს სპორტი, იმიტომ რომ ძალიან დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს ეს სპორტი. მეორე ადგილი დავიკავე ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულოა ჩემთვის, იმიტომ რომ პირველი მიღწევა, პირველი საპრიზო კატეგორია არის ევროპის ჩემპიონატზე მიღებული და მომავალში აუცილებლად ვეცდები ვერცხლი გამომჟღავნო ოქროთი. გავიმარჯვა პოლონეთში, გავხდა ევროპის ჩემპიონი, მომიწია 3 ორთაბრძოლა და სამივე გამარჯვებით დავასრულე, რა თქმა უნდა და ავაპირებ მომავალში, რომ გავყე რა თქმა უნდა ამ სპორტს და სხვა გამარჯვებებსაც მივაღწია. ვარჯიშს ვიწყებთ ლოცვით და ამთავრებთ ლოცვით, ასე ვთქვათ, ისე როგორც ფიზიკურ აღძლიერებით, ასევე სულიერად. ვარჯიშობ 5 წელია უკვე. ძალიან მიყვარს ეს სპორტი და თავიდან იმიტომ ავირჩიე, რომ ფიქრობ, რომ ყველა გოგოს უნდა შეეძლოს თავის დაცვა. ვიყავი პოლონეთში ევროპის ჩემპიონატზე და ავიღე მესამე ადგილი, ბრინჯაოს მედალი. ფედერაციას სექციები თბილისსა და რეგიონებშიც აქვს და მომავალში კიდევ გეგმავს გაფართოებას. ქუთაისში ასევე მაქვს კლუბი, ვარჯიშობთ, დავიკავე მეორე ადგილი, შედგა ქართული ფინალი პოლონეთში ევროპის ჩემპიონატზე, ჩემი კატეგორიაში და ასევე ჩემო მოსწავლე დავით გზელიძემ აიღო პირველი ადგილი და გახდა ევროპის ჩემპიონი პოლონეთის ევროპის ჩემპიონატზე. კარატისტთა ჯგუფ წმინდა გიორგის დამფუძნებლების გოჩა და კახა კაკაბაძეების ოცნებაა, რომ გუდაუთაში დაწყებული საქმიანობა ისევ აფხაზეთში გააგრძელონ. უფროსების მსგავსად უმცროსი კაკაბაძეების სამომავლო გეგმებიც აფხაზეთს უკავშირდება. ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ დავბრუნდეთ აფხაზეთში, თუ ამის საშუალება მოგვეცემა, აუცილებლად მე იქ დავბრუნდები და იქ ავაგრძელებ მოღვაწეობას. და ჩემი სურვილი იქნება, აი საქართველოს ჩემპიონატები როცა რო თბილისის სახელით, თელავის სახელით, იმის სახელით, მე აუცილებლად აფხაზეთის სახელით გამოვალ და შევეცდები წარმატება მოვუტანო ჩემს კუთხეს. მე უსურვებდი ქართველებს და აფხაზებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ყოველთვის ყოფილიყოს ერთმანეთში ძმურად და ერთიანობა ყოფილიყოს საქართველოში. იმიტომ რომ მე ძალიან მინდა ჩემი აფხაზეთი, ჩემი ტკბილი ნათლულები, აფხაზები იზრდებოდნენ ჩემს ქართულ ნათლულებთან ერთად და იყოს მშვიდობა და სუფევდეს მშვიდობა საქართველოში და აფხაზეთში. მე გავიხსენებ მოსკოვში რო ჩემპიონატზე ვიყავი, ჩემმა კლასელმა გოჩა ლობჟანიძემ, ჩემი მოსწავლის მშობელი და თვითონ ის მოსწავლე შემახვედრა და უდიდესი პატივმცემი ხელის გულზე მატარეს. ერთი 15 წუთი მარტო მე და ის ბავშვი და მამამისი ვიყავით ჩახუტებული, თურმე როგორ მოგონატრები ერთმანეთი. მიყვარხართ ჩემო აფხაზებო, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.